მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, დაგიბრუნდით მე და ფეხბურთის მე-7 ეპიზოდით. სადაც დღეს უნდა ვისაუბროთ ჩვენი ქართული კლუბების ევროტურნირებზე გამოსვლის შესახებ. დღეს იწყება ოფიციალურად ჩვენი ქართული კლუბების გამოსვლა ევროტურნირებზე, ჩემპიონთა ლიგაზე და ასევე კონფერენს ლიგაზე. მოდით დავიწყოთ იბერიათი და ჩემპიონთა ლიგით. დღეს ჩვენი ქართული კლუბი იბერია ეთამაშება ესტონეთის ტალინის ფლორას. პირველი თამაში არის ესტონეთში გასვლაზე, საღამოთი იქნება ეს დაპირისპირება. რაც შეეხება შანსებს, ორი სიტყვით რო ვთქვა შანსებზე. იბერიას ძალიან დიდი შანსი აქვს იმისა, რომ ტალინის ფლორას ორი მატჩის დუელში გაცდეს და შემდეგ ეტაპზე, მეორე ეტაპზე გავიდეს. ეხა 50-50-ზე ვერ ვიტყვი, უფრო 60-40-ზე მაინც ჩვენი ქართული კლუბის შანსები. რაც შეეხება შემდეგ ეტაპზე, თუ ესტონეთის ფლორას გაცდა ჩვენი იბერია, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩემპიონთა ლიგის მას ელოდება სლოვაკეთის სლოვანი. აი ბრატისლავის სლოვანი კი ძალიან რთული და ძალიან, ჩვენზე ერთი თავით მაღლა მყოფი გუნდი არის, ამოცემულობით სამწუხაროდ ესე არის, მაგრამ ძალიან კარგი შანსი აქვს, ყოველი შემთხვევისთვის იბერიას, რომ ესტონეთის ფლორას გაცდეს და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე კვალიფიცირდეს იბერია, საიდანაც უფრო მეტი შანსები არის მოხვედრის ზოგადად ევროტურნირზე რა. სხვათა შორის ერთი სიტყვით მინდა რომ გამცნოთ ერთი რაღაცა, ბევრ ფეხბურთის გულშემატკივარს ეშლება ის, რომ და ბევრი მოსაზრება გამოითქვა იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ესტონეთის ფლორას გაცდებაო იბერიაო, უკვე ავტომატურად კონფერენს ლიგის ჯგუფში ვიქნებითო და უკვე ავტომატურად ვითამაშებთო. რაც ესე არ არის ნამდვილად, ჩემო მეგობრებო, სულ რომ გავცდეთ ტალინის ფლორას და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრატისლავის სლოვანთან გამოვარდეთ, მაგ შემთხვევაში ყველაზე მაქსიმუმ, რასაც შევძლებთ, არის კონფერენს ლიგის პლეი-ოფის თამაში, ანუ კონფერენს ლიგის პლეი-ოფამდე შეგვეძლება მისვლა და არა კონკრეტულად ჯგუფურ ეტაპამდე. ჯგუფურ ეტაპზე ჩვენ ავტომატურად კონფერენს ლიგის მაშინ მოხვდებით, თუ სიტყვაზე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავედით და ბრატისლავის სლოვანიც გამოვაგდეთ და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადავინაცვლეთ ჩემპიონთა ლიგის და სიტყვაზე მესამე ეტაპზე გამოვარდეთ. მაგ შემთხვევაში გადავდივართ ევროპა ლიგის პლეი-ოფში. ევროპა ლიგის პლეი-ოფიდან თუ გამოვარდით, უკვე კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ხვდებით პირდაპირ. ანუ ეს არის მცდარი მოსაზრება იმისა, რომ ტალინის ფლორას რო გავცდეთ, 100%-იანი, ისე ვთქვათ, გარანტია არ გვაქვს ჩვენ პირდაპირ კონფერენს ლიგაზე ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის. ეგრე არ არის. დაჟე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიც უნდა გავიაროთ აუცილებლად და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან უნდა გამოვარდეთ, რომ მოხვდეთ კონფერენს ლიგის ჯგუფში. ეს ესე არის. ეხლა რაც შეეხება კონფერენს ლიგაზე ჩვენი ქართული გუნდების გამოსვლას. დღეს თამაშობს ჩვენი კიდევ ერთი ქართული კლუბი კონფერენს ლიგაზე იწყებს დღეს გამოსვლას ქუთაისის ტორპედო, რომელიც ეთამაშება აზერბაიჯანის ზირას. ზირას ეთამაშება სტუმრად გასვლაზე აზერბაიჯანში და საღამოთი იქნება ეს თამაშიც. ეხლა რაც შეეხება ზირაზე რო ვთქვათ ორი სიტყვით. ზირამ აზერბაიჯანის ჩემპიონატი გასულ წელს დაამთავრა სატურნირო მდგომარეობით მეხუთე ადგილზე გავიდა ზირა და აზერბაიჯანის თასის ფინალამდე გააღწიეს მათ, სადაც აზერბაიჯანის თასის ფინალში წააგეს საბახთან ანგარიშით 2-1. ამოცემულობით, ჩემო მეგობრებო, საკმაოდ რთული და უძიმე თამაშები გვექნება ზირასთან გინდ გასვლაზე, გინდ სახლში. ხოლო რაც შეეხება შემდეგ ეტაპზე მოხვედრას. თუ სიტყვაზე ქუთაისის ტორპედომ აზერბაიჯანის ზირას ბარიერი გადალახა, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე შეხვდება ლიეტუვის ჰეგელმანსა და ესტონეთის პაიდეს წყვილში გამარჯვებულს. ან ჰეგელმან ლიტაუენი იქნება ჩვენი მომავალი მეტოქე, ან ესტონეთის პაიდე. ყოველი შემთხვევისთვის ზირა უფრო ძლიერი კლუბი არის გინდ ჰეგელმანზე, გინდ პაიდეზე. ანუ მეორე ეტაპამდე თუ გავედით, დიდი შანსია იმისა, რომ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზეც უკვალიფიცირდეთ, თავარია აზერბაიჯანის ზირას გავცდეთ ორი მატჩის ჯამში. ეხლა რაც შეეხება გორის დილას. გორის დილას მეტოქი არის სან-მარინოს ვირტუსი და არ ვიცი, გორის დილას ქართული კლუბებიდან ყველაზე მეტად გაუმართლა წყვილებში.
რადგან სან-მარინოს ვირტუსი არის მთელს ევროპაში და ზოგადად სან-მარინოს კლუბები არის ყველაზე სუსტი. აი დაჟე გიბრალტარის კლუბებზე უფრო სუსტი არის სან-მარინოს კლუბები. ხა ვინც ღრმად ხართ ფეხბურთში ჩახედულები და ესე დეტალურად გესმით ფეხბურთი, ალბათ თქვენ ის გულშემატკივრები დამეთანხმებიან ამ ყველაფერში. ანუ ამაში არანაირი ის რაღაცა ვარაუდი და არანაირი ეჭვი არ არსებობს იმისა, რომ გორისდილა თუ გაცდა აი ამ ფორმით არ მოიხსენიებ ნამდვილად, გორისდილა აუცილებლად გაცდება სან-მარინოს ვირტუს და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე პირდაპირ ვიტყვი გორისდილას მეტოქე იგი იქნება კვიპროსის აპოლონი. აი მეორე ეტაპზე კი ძალიან არ გაგვიმართლა კონფერენც ლიგისა, რადგან კვიპროსის აპოლონი ძალიან ძლიერი კლუბი არის და ძალიან ესე ვთქვათ მძლავრი კლუბი არის, ნუ ჩვენი ქართული საკლუბო ფეხბურთის დონესთან შედარებით. და უსულოდ წარმატება გორისდილას როგორც სან-მარინოს ვირტუსთან, ასევე მეორე ეტაპზე აუცილებლად კვიპროსის აპოლონთან. ეხლა რაც შეეხება ჩვენი თბილისის დინამოს. თბილისის დინამოც ხვალე იწყებს კონფერენც ლიგაზე გამოსვლას და მათი მეტოქი არის ლუქსემბურგული მონდორფი. თბილისის დინამოზე ესე 100%-ით ვერ ვიტყვი, როგორც გორისდილაზე ვამბობ, რომ 100%-ით გაცდება ვირტუს, მაგრამ ნუ თბილისის დინამოსაც ძალიან დიდი შანსები აქვს იმისა, რომ ლუქსემბურგული კლუბის ბარიერი გადალახოს და კვალიფიცირდეს მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, მაგრამ ამას ესე ხელგადაჭრით ვერ ვიტყვი გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის დინამოს ბოლო გამოსვლები ევროტურნირებზე, ნუ ისეთ გუნდებთან გამოვარდა ეს კლუბი, რომ ანუ ამ გუნდისგან არაფერი არ არის გამორიცხული რა და მაგრამ ჩვენ როგორც ქართველებმა და როგორც ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებმა უსურვოთ წარმატება თბილისის დინამოს ლუქსემბურგულ მონდორფთან 2 მატჩის ჯამში და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლას. თბილისის დინამო იმ შემთხვევაში თუ გავიდა მეორე ეტაპზე, მათი სავარაუდო მეტოქე იქნება პეტროვაცსა და ჟალგირისის წყვილში გამარჯვებული. ლიეტუვის ჟალგირისისა და პეტროვაცის წყვილში გამარჯვებული იქნება. ნუ არც ჟალგირისი იქნება მთლად ხელწამოსაკრავი გუნდი თუ თბილისის დინამო გავიდა შემდეგ ეტაპზე და ნახოთ უსურვოთ წარმატებები ჩვენს სამივე ქართულ კლუბს ევროტურნირზე. სამივე ქართულ კლუბს ან კონფერენც ლიგაზე და ერთ კლუბს კიდე ჩემპიონთა ლიგაზე. მოკლედ ჩემო მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო ჩვენი ქართულ საკლუბო ფეხბურთზე საუბარი და ევროტურნირებზე გამოსვლის წინ შემაჯამებელი ვიდეო. ჩვენ შევხვდებით მომავალ ვიდეომდე კიდევ და კიდევ ჩვენს 4-ვე კლუბს უსურვოთ წარმატება ამ ევროტურნირებზე და იმედია წლევანდელი წელი მაინც გამოდგება ის წელი, სადაც მინიმუმ კონფერენც ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი რომელიმე ერთი ქართული გუნდი მაინც ითამაშებს. თუ მეტი, მით უკეთესი, თუ არა და ერთი მაინც. კარგად ბრძანდებოდეთ მეგობრებო, მომავალ შეხვედრამდე.